პირველი კადრები ქობულეთში დატრიალებული ტრაგედიის ადგილიდან დღეს ჟურნალისტები იმ სასტუმროს ტერიტორიაზე შეუშვეს, სადაც ხანძარს 3 მოზარდი ემსხვერპლა. ძირითადად ხის მასალისგან და პლასმასის კონსტრუქციისგან აგებული მესამე სართული, სადაც დაღუპულთა ოთახი იყო განთავსებული, მთლიანად დამწვარია. რატომ ვერ მოხერხდა ბავშვების ევაკუაცია და იყო თუ არა კარი გარედან ჩაკეტილი, სანამ გამოძიება ამ კითხვებს გასცემს პასუხს, მანამდე მომხდარის მიზეზებზე მხოლოდ ვერსიების დონეზე მსჯელობენ. სასტუმრო არმაზის მეპატრონე ერთ-ერთი გარდაცვლილის დის პასუხისმგებლობაზე საუბრობს. შერმადინ ართმელიძეს პრეტენზიები აქვს სახანძრო ბრიგადების მიმართაც, თუმცა სასტუმროს მფლობელის ბრალდებებს არ ეთანხმებიან ქორეოგრაფიული ანსამბლის ხელმძღვანელი და ქობულეთის პოლიციის თანამშრომელი, რომელიც შემთხვევის ადგილზე პირველი მივიდა. პოლიციელი დღეს პირველად იხსენებს იმ სურათს, რომელიც გუშინ გამთენიისას ცეცხლმოკიდებულ სასტუმროში კარის შემტროვის შემდეგ დახვდა. ქობულეთის ტრაგედიის ახალი დეტალები და წინასწარი ვერსიები ჩვენს რეპორტაჟში. ვის ეკისრება პასუხისმგებლობა ქობულეთის ტრაგედიაზე? რა გახდა ხანძრის მიზეზი და რატომ ვერ მოხერხდა ბავშვების გამოყვანა? ეს ის კითხვებია, რომელზე პასუხებსაც ამ დრომდე ეძებენ სამართალდამცავები სასტუმროს ნამწვავებში. თუმცა ამ დრომდე ვერსიები უფრო მეტია, ვიდრე დადასტურებული ფაქტები. სასტუმრო არმაზი დღეს ასე გამოიყურება. მისი მფლობელი კი ტრაგედიიდან მეორე დღესაც მომხდარზე პასუხისმგებლობას იხსნის და უყურადღებობაში გარდაცვლილი მოზარდის დას ადანაშაულებს. ეს მთვრალი გოგო რო იყო მისი და რომელიც ამოსვა მე გადავარჩინებ აღნებიდან მისი ძმა და მეზობლებია ჩაბარებული რომ დეიწვა ნარკოლოგიურში შეამოწმეს თუ არა იცახოდა რომ ბავშვები ჩაუკელტეო რა ვიცი ახლა გასაღები ჩაუკელტა თუ რას გულისხმობდა ვერ ვიტყვი ბავშვები ჩაუკელტე ოთახში 3 ბავშვი იცახოდა და ყვიროდა ასე სასტუმროს პერსონალის ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს ანსამბლ სიხარული 2-ის ხელმძღვანელი. გოგი მარღანია მოზარდების ოთახში ჩაკეტვის ფაქტს გამორიცხავს. თვითონ გასაღები რა მდგომარეობაში იყო, ენა გამოყოფილი არის თუ არა, იმას იმ წუთში ადგენა ასე რომ ეგ არის ჭორი და ვისაც აწყობს იმის მოგონილი. კიდევ ერთი ბრალდება, რაც დღეს დამწვარი სასტუმროს ადმინისტრაციისგან გაისმა, სახანძრო დახმარების ბრიგადების არაეფექტურ მუშაობას უკავშირდება. პირველი პარტია რომ მოვიდა 9 საათში მოხდა მოსვლა სახანძროს სახანძროში წყალი რაც რომ იყო ერთ სახანძროში ალბათ პროვინციის ის გაარკვევს რომ რამდენი იყო წყალი ერთ სახანძროში არ მოხდა ამით არაფრის ჩაქრობა. ქობულეთში მომხდარი ტრაგედიის დეტალებს დღეს უკვე ადგილზე იხსენებენ ის სამართალდამცველები, რომლებმაც ხანძარი პირველებმა შენიშნეს და სახანძრო სამსახურიც გამოიძახეს. როგორც პოლიციელები ყვებიან, სახანძრო გამოძახებიდან რამდენიმე წუთში მოვიდა. თუმცა ხისა და პლასმასის კონსტრუქციით აწყობილ მესამე სართულზე ცეცხლი სწრაფად გავრცელდა, რამაც სახანძრო სამსახურს მუშაობის პროცესი გაურთულა. პირველები ვიყავით ჩვენ ქობულეთის რაიონის სამმართველოს თანამშრომლები, რომლებმაც შეატყობინა სახანძროს რადიოკავშირით დაუკავშირდით მორიგეს, რომელმაც გადაცა ინფორმაცია აღნიშნული ხანძრის შესახებ, ასევე დაუკავშირდით ჩვენ მაშველებს. ძალიან მოკლე დროში მოხდა ყველა სამსახურის მობილიზება. 04 საათსა და 57 წუთზე შემოვიდა შეტყობინება ქობულეთის სახანძრო სამაშველო სამსახურის ცენტრალურ პუნქტზე. იმავდროულად 1 წუთში 04 საათსა და 58 წუთზე გავიდა 3 სახანძრო ავტოცისტერნა და 1 სამაშველო ჯგუფი. ბათუმიდან გავიდა დამატებით 6 სახანძრო ერთეული სახანძრო ტექნიკისა და 1 ავტოკიბე. წყლის მარაგს რაც შეეხება ქობულეთში წყლის მარაგის ნაკლებობა ნამდვილად არ ყოფილა. რა მოხდა ქობულეთში? ყველა კითხვას პასუხს გამოძიება გასცემს. საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე 197 მუხრით მიმდინარეობს. ასევე დღეს ცნობილი გახდა, რომ უწყებათა შორისი კომისია შეიქმნება, რომელიც გასტროლების დროს სპეციალურ რეგულაციებს შეიმუშავებს. ყველაფერს გაიგებთ ინფორმაციას, აქედან გუშინაც გაჟღერდა თუ რა მუხლით დაიწყო გამოძიება, ასევე უნდა დავადგინოთ იყო თუ არა მაქსიმალურად დაცული უსაფრთხოების ზომებიც და შესაბამისად მალე დადგინდება ბრალეული პიროვნების თუ სუბიექტის ვინაობაც. ვფიქრობ აუცილებლად არის შესაბამისი რეგულაციების შესამუშავებელი, რომელიც განსაზღვრავს ზოგადად იმ წესს, რა წესითაც ბავშვების ჯგუფები მოძრაობენ, მიდიან არა აქ ამას მნიშვნელობა ეს შემოქმედებითი სახელოვნებო კოლექტივები იქნებიან თუ სპორტული ჯგუფები თუ სკოლებიდან ექსკურსიებზე წასული ბავშვები. რუსთავში ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძარში, სადაც მოზარდები არიან დასვენებული დილიდან ხალხმრავლობა. გარდაცვლილების ოჯახს მიუსამძიმრეს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა. დღეს პრემიერის განკარგულებით 10000 ლარი დაერიცხა თითოეულ ბავშვს და ჩვენც ავტომატურად ოჯახს და ჩვენც ავტომატურად რუსთავის მერიამ დამატებით 5-5000 ლარი გადაურიცხა. სახელმწიფომ მთლიანად იკისრა ხარჯები დაკრძალვის და ამის გარდა თვითონ
მერიაც ჩაერთო ამ პროცესში, მერიაც აიღებს თავის თავზე გარკვეულ ხარჯებს სახელმწიფოსთან ერთად. რუსთავში ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძარში, სადაც ქობულეთში დაღუპული ბავშვები არიან დასვენებული, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე იმყოფებოდა. პატრიარქი გარდაცვლილი ბავშვების მშობლებს შეხვდა და დაალოცა. ჯერჯერობით უცნობია, როდის დაკრძალავენ მოზარდებს, რადგან ოჯახი ცხედრების იდენტიფიცირებას ელოდება, რომელიც ექსპერტიზის ბიურომ დნმ-ის საფუძველზე უნდა გაარკვიოს.